დღეს ვსაუბრობთ ესთეტიკურ სილამაზეზე, რომელიც შეეხება კანის მოვლას, განსაკუთრებით კი ზამთარში, ვინაიდან მოგეხსენებათ, ცივი სეზონი არის ნამდვილი გამოცდა ჩვენი კანისთვის. სასარგებლო რჩევებსა და რეკომენდაციებს კი ჩვენი სტუმრისგან მოვისმენთ, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ დერმატოკოსმეტოლოგი მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე გვერდდება ამ თემით. თამარ, დილამშვიდობის. დილამშვიდობის ანათია. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა მოწვევისთვის. თამარ, როგორც წეღან აღვნიშნეთ, ცივი ზამთარი ნამდვილი გამოცდაა ჩვენი კანისთვის. რა უარყოფითი ფაქტორები მოქმედებს ზოგადად წელიწადის ნებისმიერ დროს კანზე და განსაკუთრებით კი ზამთარში? განსაკუთრებით ზამთარში. ზამთრის პერიოდი განსაკუთრებული გამოწვევა მართლაც. ცოტა ახლოს თუ შეგიძლიათ. ზამთრის პერიოდი მართლაც განსაკუთრებული გამოწვევა მშრალი და მგზნობიარე ტიპის კანისთვის. რადგან ესეთი ტიპის კანი ყოველთვის ადვილად ღიზიანდება, ძალიან მგზნობიარე არის გარემოს ფაქტორების მიმართ. ამიტომ ჩემი უპირველესი რეკომენდაცია იქნება მსგავსი ტიპის კანის შემთხვევაში, რომ მცირედ მოხდეს რუტინის შეცვლა. რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ დამატენიანებელი საცხები შეცვლილი იქნას მკვებავით, რადგან დამატენიანებელში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით წყალი და ზამთრის პერიოდში, როცა უკვე საკმაოდ აცივდა, სასურველი არის, რომ რუტინა მცირედად იქნეს შეცვლილი. აქვე მინდა ისე აღვნიშნო, რომ უკვე იწყება სამთო-სათხილამურო კურორტების პერიოდი, ესე რომ ვთქვათ, იქ არის მინუსოვანი ტემპერატურა და მინუსოვანი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეკომენდაციას, რომ არ იქნეს გამოყენებული დამატენიანებელი საცხები, რადგან მათში, როგორც გითხარით, დაახლოებით 70-80% წყალია და ეს ყველაფერი შეცვლილი იქნას ეგრეთ წოდებული cold კრემებით ანუ მკვებავით. მკვებავით. დიახ, იცით რა მაინტერესებს, რა განსხვავება მკვებავსა და დამატენიანებელს შორის და მათი გამოყენების სწორი დრო დღის განმავლობაში როგორია? როგორც აღვნიშნე, დამატენიანებელი შეიცავს დაახლოებით 70% წყალს, დამატენიანებელ ნივთიერებებს და ნივთიერებებს, რომლებიც დატენიანებას უწყობს ხელს. მაშინ, როდესაც მკვებავი შეიცავს დაახლოებით 70-80% ცხიმს, ანუ მნიშვნელოვნად სხვადასხვა ფუძეზე არის, ესე რომ ვთქვა, დამზადებული. ამიტომ მკვებავს როგორც წესი უფრო ესეთი მძიმე სტრუქტურა აქვს, სქელი სტრუქტურა აქვს და უმეტესად მისი გამოყენება ხდება ღამის რუტინაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირდაპირ უკავშირდება კანის მოვლას, არის სწორი კვება. რომელ საკვებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, განსაკუთრებით უფრო ზამთარში ალბათ. ზამთრის პერიოდში. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორად აღნიშნეთ კვებას და არა მხოლოდ კვებას, წყლის სათანადო რაოდენობით მიღებას. საკვები პროდუქტებიდან გამოვარჩევ ცილოვან პროდუქტს, რომლის მიღებაც უნდა მოხდეს განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში და რა თქმა უნდა ხილი და ბოსტნეული. თვითონ წყალს რაც შეეხება რაღაც ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, რომ თითქოს რაც უფრო მეც დავლებთ, მით უფრო უკეთესი. არა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ წონა და წონის მიხედვით უნდა იქნეს შერჩეული ის განსაზღვრული რაოდენობა წყლის, რაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. რაც შეეხება სხვადასხვა ახალი წელი მოდის და მოგეხსენებათ, აქტიურად არის გამოყენებული, თქვათ, ნიგოზი, თხილი და მსგავსი რაღაცები. ეს ყველაფერი მოქმედებს, რა თქმა უნდა, კანზე და შეიძლება, თქვათ, გარკვეული ტიპის პრობლემები გამოიწვიოს გამონაყრის სახით. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაქსიმალურად ჩანსაღად ვიკვებოთ. დიახ, ანუ კანის მოვლის დროს მაგალითად დაშვებული შეცდომები, რომელსაც აი კვების გარდა რას შეუძლია რომ გააღიზიანოს და გამონაყარი გამოიწვიოს. კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ არასწორად შერჩეული რუტინა. არასწორად შერჩეული რუტინა ნიშნავს იმას, რომ სავარაუდოდ ქალბატონმა არ იცის მისი კანის ტიპი და აქედან გამომდინარე, თქვათ, ახლობის რჩევით, მეგობრის რჩევით გამოყენებული იქნა ისეთი საშუალებები, რომლებმაც გააღიზიანა კანი. ეხლა ალბათ გაგიგიათ და ისედაც ძალიან აქტუალურია სხვადასხვა ტიპის შრატი, ეს არის C ვიტამინის შრატი, რეტინოლის შრატი და საკმაოდ ისეთი აქტიური რეკლამირება ხდება ამ ყველაფრის და განურჩევლად ყველა გააჩნია რა ტიპის კანი აქვს, ხმარობს ამ საშუალებებს. ეს საშუალებები ცალკე აღებული ძალიან კარგია, თუმცა მათ აქვთ გარკვეული გამოყენების წესი და რიგი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ქალბატონები უშვებენ, ეს გახლავთ სახის-საცხის გამოყენება თვალის ირგვლივ მიდამოზე, იმიტომ რომ ხშირად ხდება დამეთანხმებით. თუმცა აი ამ ბოლო დროს თითქოს გაჟღერდა მსგავსი მიდგომა, რომ
თვალის საცხი ეს არის უბრალოდ მარკეტინგი და რეალურად არც განსხვავდება სახის საცხისგან. თუმცა ჩემი როგორც დერმატოლოგის აზრი არის, რომ თვალის ირგვლივ გამოსაყენებელი საშუალება ბევრად უფრო ვიტამინიზირებული უნდა იყოს მიმართული იქ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და რა გვაქვს იმ მიდამოებში განსაკუთრებულად გამოხატული თვალის ირგვლივ მიდამოს გულისხმობს ეს არის ჩამუქებული უპეები და ეგრეთ წოდებული თიაქრები. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ თვალის საცხის გამოყენება აუცილებელი არის ცალკე რუტინაში. სულ სხვა კომპონენტებს შეიცავს? სულ სხვა კომპონენტებს შეიცავს. დიახ. ყველაზე ხშირად კანის რა ტიპის პრობლემებია გავრცელებული და თუ არის გამოკვეთილი ასაკობრივი ზღვარით საინტერესოა? კი ბატონო, ყველაზე მეტად რაც გვხვდება პრობლემებში ეს გახლავთ ცხიმიანი კანი და ცხიმიან კანთან დაკავშირებული პრობლემები. ცხიმიან კანს აქვს ერთი დადებითი თვისება, რომ ის გვიან ბერდება, რადგან ეს ლიპიდური შრე რაც გაგვაჩნია ყველას, მას ცხიმიან კანს აქვს შედარებით უფრო სქელი, ამიტომ გარკვეულწილად თვითდატენიანებას ახდენს ხოლმე ესეთი ტიპის კანი, თუმცა აქვს რიგი პრობლემები, როგორიც არის თქვა თეთრი და შავი კომედონები და ყველასათვის ნაცნობი დაავადება აკნე, რომელიც როგორც წესი ემართებათ ხოლმე ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონებს. და გავრცელებულია საკმაოდ აკნე. საკმაოდ გავრცელებული არის ძირითადად პუბერტატულ ასაკში, ანუ სქესობრივი მომწიფების ასაკში, თუმცა ამ ბოლო პერიოდში აქტიურად წამოვიდა მოგვიანებითი აკნე უკვე მოწიფულ ასაკში, რომელიც ვითარდება. კანის ფაქტორზე ალბათ ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც არის გარემო და დაბინძურებული ეკოლოგიაც და მოქმედებს კანზე და ამ დროს ალბათ უფრო მეტად დამატენიანებელი ჯობია, რომ კანზე დავიტანოთ. კი ბატონო, პირველისად გარემო და რაც ყველაზე მეტად მოქმედებს სახის კანზე ეს გახლავთ მზისხივები. ანუ ულტრაისფერის სხივების ზემოქმედების შედეგად ვითარდება ფოტოდაბერება, რომელიც საკმაოდ ადრეულ ასაკში შეიძლება ფოტოდაბერება მიჩინოს თავი. ამიტომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ დატენიანებასთან ერთად ეს არის რომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საცხი აუცილებლად. წვიმს თოვს თუ ქარია ნებისმიერ ამინდში. საინტერესოა თუ არსებობს გამოკვეთილად რომელიმე ქვეყნის მაგალითი, რომელსაც საინტერესო სტანდარტები აქვს კანის მოვლის რუტინასთან დაკავშირებით. თუ არის ასეთი? აი მე მახსენდება კორეული მოდელი, ესე რომ ვთქვათ, კორეელი ქალბატონების რუტინა, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანია და მრავალსაფეხურიანია. დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მე არ ვიცი რამდენად მოხერხებადია ამ რუტინის დაცვა. რეალურად რუტინა შედგება დაახლოებით 9-10 საფეხურისგან, რომელიც საკმაოდ დროს მოითხოვს. თუმცა შედეგის სახელზეა კორეელი ქალბატონების სახე და ამეთანხმებით, რომ საკმაოდ სახის კანი საკმაოდ კარგად გამოიყურება. ყველაზე მთავარი რაც არის მათ რუტინაში, ეს გახლავთ ისევ და ისევ მზისგან დამცავი. და პირველი ეტაპი მაკიაჟის მოცილება და ვთქვათ შემდეგ გასუფთავება. მაშინ როდესაც ჩვენ შემთხვევაში დამეთანხმებით ნათი ალბათ რომ ვიყენებთ საშუალებებს 3 ერთში, 5 ერთში, 7 ერთში, რაც შეიძლება ისეთ საშუალებას, რომელიც მაკიაჟსაც მოგვაცილებს და გაასუფთავებს კიდევაც კანს. მათ ეს ორი ეტაპი აქვთ მკვეთრად გამიჯნული. და რა თქმა უნდა, შრატების გამოყენება ინტენსიურად მიმდინარეობს. მე მივესალმები, რომ ჩვენთანაც უკვე აქტიურად გამოიყენება, თუმცა როგორც გითხარით, სასურველია, რომ გათვალისწინებული იქნას სახის კანის ტიპი და ამის მიხედვით უკვე არჩეული იქნას სხვადასხვა შრატი. სხვათა შორის კორეული წარმოშობის კოსმეტიკა საკმაოდ აქტუალურია ახლა, მომრავლდა ძალიან და ხშირად მიმართავენ, დიახ. იცით რა მაინტერესებს, აი ისეთი რჩევები რა მაგალითად ძალიან რთულია ყველა ტიპის კანისთვის რომ წერია მაგალითად, ეს ალბათ ხშირად დაშვებული შეცდომაა. მომწონს ეგ ყველა ტიპის კანისთვის უკვე არ მომწონს, ანუ საწყზე როდესაც ვხედავ, ანუ გამორიცხულია თქვა ცხიმიანი კანისთვის და მშრალი კანისთვის ერთ და იგივენაირად მოქმედებდეს საცხი, ამიტომ უკვე აი ეს თუ საწყზე ვხედავ, უკვე იმას თქვა ესე გვერდზე გადავდებ, იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს არ არის სწორი. ასევე არის საცხები, რომელსაც აწერია სახე და სხეული. თქვათ ესეც ვთვლი რომ და გაიმიჯნოს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. დიახ. ბოლოსკენ როგორც ამ საქმის პროფესიონალს რჩევები რომ გითხრათ და გაუზიაროთ ჩვენ რადიო მსმენელს იმისთვის რომ გქონდეს ჯანსაღი კანი. ალბათ საკვებთან ერთად, აი რა რჩევებს მოგცემთ? კი ბატონო. სწორად აღნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც უკვე ვთქვით, წყალი, საკვები და რაც მთავარია, სწორად განსაზღვრა როგორი ტიპის კანი გვაქვს, ეს არის პირველი. აი ამ სიტუაციაში სასურველია რომ მივმართოთ დერმატოკოსმეტოლოგს, რომელიც ესე ვთქვათ სწორ გზაზე დაგვაყენებს და კანის ტიპის მიხედვით აუცილებლად უნდა იქნეს შედგენილი რუტინა. აი ამ რუტინაშიც გარკვეული შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე,
მაგალითად ისეც როგორიც არის თქვა შრატის გამოყენების შემდეგ ხშირად ისმის კითხვა ხოლმე გამოვიყენოთ თუ არა საცხი აუცილებლად აქვე მინდა გავმარტო რომ შრატი ეს არის სახისკანის მოვლის საშუალება რომელიც ბევრად უფრო ღრმად ჩადის ვიდრე სახის საცხი ამიტომ მისი გამოყენებიდან დაახლოებით 10-15 წუთში უნდა მოხდეს საცხის გამოყენება და კიდევ ერთი შრატებს ხშირად აწერიათ ხოლმე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დილით ასევე საღამოს აი განსაკუთრებულად ის შრატები რომელიც უკვე ვახსენეთ თქვა ის იქნება C ვიტამინის რეტინოლის თუ ნიაცინამინის ჩემი რჩევა იქნება რომ გამოყენებული იქნეს აუცილებლად საღამოს რუტინაში იმიტომ რომ დღის პირველ ნახევარში მისი გამოყენება არ შეიძლება მიუხედავად იმისა მზისგან დამცამ საცხს წავისვამთ თუ არა ასევე ერთი პატარა განმარტება მინდა მიცელარულ წყალთანაც გავაკეთო რომელიც ხშირად შეცდომაში შედიან ქალბატონები იმიტომ რომ ხშირად აწერია მას რომ შეიძლება დაიტოვოთ სახისკანზე და არ ჩამოიბანოთ მე როგორც დერმატოლოგი ვთვლი რომ მიცელარული წყალის დატოვება სახეზე არ არის სასურველი იმიტომ რომ ის შეიცავს მიცელებს ანუ ესე რომ ვთქვათ გამწმედ ნივთიერებებს და თუ მას ვტოვებთ სახეზე ჩავთვალოთ რომ თუ ეს ღამის რუტინაში იქნება გამოყენებული მთელი ღამის განმავლობაში ხდება აი ამ გამწმედი ნივთიერებების მოქმედება რაც პრინციპში ღამე არ გვაწყობს ამიტომ სასურველია რომ მიცელარული წყალი იქნეს ჩამობანილი და დღის ბოლოს ვთქვათ გააჩნია როგორი ტიპის კანი გვაქვს რუტინა დასრულებული იქნას კვებავით არასოდეს არ დავივიწყოთ ღამის საცხის გამოყენება იმიტომ რომ ხშირად თუ თქვათ აწერია დამატენიანებელს რომ მუშაობს 48 საათი 72 საათი ეს თლად ამასაც არ ვეთანხმები იმიტომ რომ ღამე მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები როგორიც გახლავთ რეგენერაცია და აუცილებლად რაღაც საშენი მასალა უნდა მივაწოდოთ სახისკანზე მთელი ღამის განმავლობაში ეს რეგენერაციული პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს აი სახის ბოლოსკენ შეგეკითხებით როდესაც მაკიაჟს ვიშორებთ სახიდან თანმიმდევრულად აი მიცერალურ წყალთან ერთად აი ეგრეთ წოდებული ტონიკის გამოყენება ერთობლივად შესაძლებელია თუ ცალ-ცალკე იცით მიცელარული წყლით უნდა მოხდეს სახიდან მაკიაჟის მოცილება შემდეგ მხოლოდ მიცელარული წყალი ვფიქრობ რომ არ იქნება ამისთვის საკმარისი გააჩნია კანის ტიპს იმის მიხედვით უნდა გამოვიყენოთ თუ მშრალია კოსმეტიკური რძე თუ თქვა ცხიმიანი კომბინირებული არის გელი რომლითაც მოხდება უკვე ჩამობანა იმიტომ რომ მხოლოდ მიცელარულით გაწმენდა არ იქნება საკმარისი დამეთანხმებით აი ჩამობანის შემდეგ უკვე ტონიკის გამოყენება შეიძლება რომელიც აღადგენს pH-ს რომელიც ფაქტიურად ჩვენ დავარღვიეთ აი ამ მანამდე არსებული საფეხურებით თუმცა ამ დროსაც კანის ტიპი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ გასათვალისწინებელია იმიტომ რომ თუ კანი არის მშრალი სასურველია რომ სპირტით შემცველი ტონიკები არ იქნეს გამოყენებული ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის და რეკომენდაციებისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ დერმატოკოსმეტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე და ვსაუბრობდით ზამთრის ცივ დღეებში კანის მოვლის რუტინაზე. თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა რომ სუსხისგან გამოწვეული პრობლემები თავიდან ავიცილოთ.